მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლონგინოს ცივარიშვილი. დიდი მადლობა მამაო მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის, მოგესალმებით. მოგესალმებით. და ჩვენი საუბრის თემა დღეს იქნება მარტივად გასაგები რო იყოს მრევლისა და მოძღვრის ურთიერთობა, კურთხევის მნიშვნელობა მცნებების, როგორ ვასრულებთ, რამდენად გაშინაგნებულია ეს, ხომ არ არის მორგება. ჩვენ ძალიან ხშირად ფსიქოლოგიურად ამას დაცვითი მექანიზმი ქვია, ვირგებთ იმ წესებს ჩვენზე, ისე რომ თქვათ მაქსიმალურად კომფორტის ზონიდან არ გამოვიდეთ ადამიანები. და როგორ უნდა მოხდეს პირველ რიგში დღეს რა არის მოძღვარი, რა მნიშვნელობა აქვს მასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ საკმაოდ დისკრედიტაცია ხდება და მასმედიის საშუალებით თუ ვთქვათ იგივე შეიძლება რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ გადაცდომები, როგორ შეიძლება არ იყოს, ხო? ხშირად გვითქვამს ჩვენ რომ იუდა იყო იმ 12-დან ერთ-ერთი და ჩვენ ხო ადამიანები ვართ და რაღაცას ვთხოვთ ანგელოზობას იგივე მოძღვარს, მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება რომ დღეს ბევრი ამბობს რომ ღმერთის მწამს, მაგრამ აი მღვდლის არ მწამს, მოძღვრის არ მწამს და ეკლესიაში სიარული არ მინდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ მე ახალგაზრდებთან ვმუშაობ და ხშირად მესმის და ამიტომ მინდა ვისაუბროთ ამაზე თუ რა არის მოძღვარი, საერთოდ რა ფუნქცია აქვს მას და შემდგომ როგორ უნდა ავაწყოთ მასთან ურთიერთობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეს საკითხი ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია ნამდვილად, მით უმეტეს ჩვენს ეკლესიაში. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღესაც კი აი ამ საკითხების ფორმირების პროცესში ვართ. და ჩვენმა ეკლესიამ მოკლედ რო ვთქვათ, საკმაოდ ისეთი რთული პერიოდი გამოიარა კომუნიზმის და ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც იყო ამ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპელი შეიძლება ითქვას და სადაც იდევნებოდა ქრისტიანობა, აი წყვეტა მოახდინა ძველ ქრისტიანულ კულტურასთან. აბსოლუტურად არ აღმოფხვრილა ქრისტიანობა, მაგრამ სერიოზული ასე ვთქვათ ხარვეზები შექმნა მხრივ და ჩვენ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ნულიდან მოგვიწია დაწყება და ეკლესიის შენებლობა სტრუქტურული სახით. მათ შორის ასე ვთქვათ აი ამ ურთიერთობების ჩამოყალიბების სწორად გააზრების კუთხით და რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე იყო გარკვეული ხარვეზები, არასწორი დამოკიდებულებები, არასწორი გააზრება მამათი სწავლებისა, რომელიც მეტნაკლებად ამ საკითხებს ეხება. და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი უარყოფითი დამოკიდებულება, რაც დღეს ახალგაზრდობაში იგრძნობა სამწუხაროდ, გამოწვეული ერთის მხრივ ობიექტური მიზეზებითაც. ობიექტურში მე გულისხმობ, რომ ალბათ ჩვენი მხრიდანაც ხდებოდა გარკვეულწილად არასწორი ინტერპრეტირება მამათი შეხედულებებისა, თქვათ რა არის მოძღვრის სტატუსი, რა არის მრევლის სტატუსი და ბევრის თვალში შეიძლება ეს ასე თქვათ არ იყო მოსაწონი და ერთგვარი დაბრკოლება შექმნა მასთან უშუალო ურთიერთობის. იმიტომ ჩვენ ზოგადად მიდრეკილები ვართ, ალბათ საქართველოში ესეთი ის გვაქვს, რომ ვიცით ადამიანის გადაჭარბებით, აი ფეტიშიზმი თუ შეიძლება სიტყვა ვიხმაროთ, აი გაკერპებაც კი, ანუ სიყვარულით იწყება და პატევისცემით, მაგრამ ზოგჯერ ამას თუ ზღვარი არ დაუდე, მით უმეტეს მღვდელთან მიმართებით, მოძღვართან მიმართებით, არის ნამდვილად რომ შეიძლება ამან არაჯანსაღი სახე მიიღოს და ერთ-ერთი პროტესტის ასე ვთქვათ მიზეზი ესეც გახდა ახალგაზრდა თაობაში. იმიტომ რომ სხვა აზროვნების ხალხი წამოვიდა, უფრო თავისუფლად აზროვნებენ, რაღაც სხვა ხედვები აქვთ და ცოტა არ იყოს ესეთი ურთიერთობა, რომ ვიღაცა მაღალად დგას, ვიღაცა ქვემოთ, ან ეს კაცრი იერარქიულობა ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. და მეორე ამის მიზეზი გახლავთ, აი მე ახლა უნივერსიტეტშიც ვკითხულობ ჩავახეშვილში ლექციებს, იქ აბსოლუტურად სხვა კონტინგენტთან მიწევს შეხება. იქ აღმოაჩინე რა, რომ რეალურად ეს ბავშვები არც ანტიქრისტიანები არიან, არც ანტიეკლესიურები, ამათ აქვთ კომუნიკაციის ხარვეზი, არ აქვთ კომუნიკაცია სასულიერო პირებთან. რაც ესე თქვათ სტერეოტიპული შეხედულებების მსხვერპლი არიან, რომ სამღვდელობა ეს არის რაღაც შეუგნელი ხალხი, რომელიც ჩარჩენილია შუა საუკუნეობრივ მეთოდებში, ხედვებში, რომლებიც 21 საუკუნის ადამიანის მოთხოვნებს თითქოს ვერ პასუხობენ და ანუ კომუნიკაციის არ ქონა. აი ესეც არის ასე ვთქვათ ერთგვარი მიზეზი. რაც შეეხება თვითონ ურთიერთობას, აი მოძღვარსა და მრევლს შორის, ხო, როგორია? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ამის მაგალითი თავად მაცხოვრისაგან უნდა ავიღოთ და მოციქულებისაგან, რა მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ საამისოდ.
პირველ რიგში რას უნდა გაესვას ხაზი? აი, ოქროპირი, წმინდა მამა იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში, რომელსაც ეწოდება 6 სიტყვა მღვდლობის შესახებ. იქ ერთ ადგილას ამბობს, რომ მღვდლობა, ყველა მიცით, რამხელა პასუხისგებლობა, რამხელა მოწოდება, როგორი საპატიო მსახურება, რომ შეიძლება ადამიანს კითხვაც კი გაგიჩნდეს, რომ ადამიანთა შორის ვინ შეიძლება გახდეს ღირსი, რომ აი ესეთი პასუხისგებლობა იტვირთოს. და შეიძლება ითქვას კიდეცო, რომ ამისი ღირსი შეიძლება უხორცო ძალები, ანუ ანგელოზები ყოფილიყვნენ, ვინც ყველაზე სრულყოფილად უპასუხებდა აი ამ მოწოდებას, აი ამ პასუხისგებლობას. მაგრამ ღმერთმა ადამიანები გამოარჩია და ისინი დაადგინა მღვდლებად. რატო? აი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც კი პავლე მოციქულიც ამას უსვავს ხაზს, რომ არა თუ ანგელოზები, არამედ ადამიანები დაადგინა კვლავ ადამიანების მოძღვრებად. ანუ ეს პატივი მღვდლობის ისევ ადამიანებს უბოძა ღმერთმა და რის გამო? რომ ადამიანი, რომელიც თვითონაც ადამიანია მღვდელი ამ შემთხვევაში, მან კარგად იცის ყველა ადამიანური სისუსტე, ადამიანური ბუნების სისუსტე. და აქედან გამომდინარე, რომ მან უფრო მეტი თანაგრძნობა, ემპათია და მეტი გაგება იქონიოს თავისი, ასე თქვა, თანაადამიანების მიმართ, ამიტომაც ღმერთმა დაუშვა, რომ კვლავ ისევ ადამიანები გამორჩიან მღვდლებად. რა თქმა უნდა, რომელსაც უფრო მეტი გააზრება აქვს ამ პასუხისგებლობის, მეტი ხედვა, მეტიც მოეთხოვებათ, მაგრამ თავისი ბუნებით ეს ისეთები სისუსტეებით, სისუსტეების მქონე ადამიანია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. აი ოქროპირი იმას ამბობს, ანგელოზი რო დაედგინა ღმერთს, რომელთვისაც უცხოა ადამიანური სისუსტეები, ვნება, აზრობრივი კიც კი, ისინი ალბათ ყველას ცეცხლოვანი მახველით დახვეწავდნენ სოდომის მოსმენის დროს, ანუ ესეთ იმას ამბობს და აი პირველ რიგში ამას უნდა გაესვას ხაზი, რომ თქვენ წევან სწორად აღნიშნეთ, რომ მღვდელსაც აქვს თავისი ადამიანური სისუსტეები და ჩვენ არ უნდა შევექმნათ ესეთი სტერეოტიპი, თუნდაც სასულიერო პირზე, რომ ის თავისი ბუნებრივი თვისებებითაც არის რაღაც განსხვავებული მოვლენა სხვა ადამიანებისაგან. ეს ძალიან არასწორი ხედვაა. მე ვფიქრობ, აი ეს ალბათ კომუნისტების დროსაც ჩამოყალიბებული სტერეოტიპია. აი ჩვენ მასწავლებლებზე, სკოლის დირექტორზე ხო ქონდა ესეთი შეხედულება, რომ გოდიში და საჭირო ოთახში ის არ გადის, არ ჭამს, არ სვავს, რაღაცა ესეთი არაბუნებრივ მდგომარეობაში ვაყენებდით ჩვენზე მდგომ ადამიანებს. ანუ ეს თითქოს პატივის ცემიდან მოდიოდა, მაგრამ ეს მაინც ცოტა არ იყოს რაღაცა არაადამიანურ მდგომარეობაში აყენებდა იმ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ პასუხისგებლობას აძლევს. შენ თვითონ ტვირთავ მასში პასუხისგებლობას. ტვირთავ ისეც და იცით რა არის, შენ თვითონ ქმნი დაბრკოლება შენი თავისთვის. რატო? შენ როცა ადამიანს ეს სტატუსს მიანიჭებ, რომელიც შენგან ბუნებრივი თვისებებითაც უნდა იყოს განსხვავებული თითქოს. საკვარისი იმან სადმე გამოავლინოს ეს თავისი ადამიანური ბუნებრივი თვისებები, სისუსტეებს აღარ დავარქმევ თვისებები, რომ შენ უკვე ბრკოლდები. და შეიძლება ითქვას, ის რომ ხალხი გარკვეული ნაწილი არის დაბრკოლებული ეკლესიის მიმართ. ერთ-ერთი მიზეზი შეგვიძლია ესეც დავამატოთ, რომ ჩვენ თვითონვე არასწორი სტერეოტიპები შევქმნით სასულიერო პირების მიმართ და ჩვენივე შეხედულებების სხერპლი ჩვენ თვითონ გავხდით და ჩვენ თვითონ დავბრკოლდით, როცა შეიძლება რომელიმე მღვდლის რაღაცა ქმედებები მივიჩინეთ მისთვის შეუფერებლად. ეს შეიძლება ობიექტურადაც იყოს, რომ რაღაცა შეუფერებლად მოექცა. ამ დროს შეიძლება საერთოდ არ მოქცეულა შეუფერებლად, მაგრამ ჩვენ მივიჩინეთ, რომ ეს არის შეუფერებელი მისი ქმედებებისათვის, მეტყვი რომ რაღაცა ზედმეტად, ესე ვთქვათ, არა ადამიანური, შეიძლება ითქვას, რაღაც ხედვები ჩამოვაყალიბეთ მასთან დაკავშირებით. მამაო, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაში მოლოდინის მცნება. აი, რა მოლოდინიც მაქვს და რა სათაურსაც ვარქმევ, იმ სათაურის ქვეშ ვყრი იმ ფაქტებს, რომელიც იმ სათაურს ესადაგება და ვწმუნდები იმ ჩემს რაღაცა წინასწარ განწყობაში. და შექსპირი ამბობს ესეთ რამეს, ნუ გექნებათ მოლოდინები და არ გექნებათ იმედგაცრუებები. აი ის მოლოდინი, რომ ახლა მიდიხარ მართლაც ანგელოსთან, რომელიც ვთქვათ უშეცდომოა, მას თვითონ არაფერი არასოდეს, აი ძალიან ბევრ ცხვენი აღიარება, თუნდაც სიზმარში ნანახის ან რაღაც მოზარდობის ასაკში, აი სექსუალური განცდების, ამ რაღაცა ქმედებების, იმიტომ რომ გონია რომ მოძღვარს ძალიან გაუკვირდება და თითქოს ის დასჯის ამის გამო. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის, არავისთვის, არც ფსიქოლოგისთვის, არც ფსიქიატრისთვის და არც მოძღვრისთვის, ხო რა თქმა უნდა, ვისთანაც მიდის ადამიანის, თქოთ, რაღაცა შველა რო უნდა. მაგრამ აი ეს განსაკუთრებული მოლოდინები არის მეორე უკიდურესობა, თქვენ კომუნისტების ხან ახსენეთ და მაშინ პირიქით
მასხრათაგდებული იყო როგორც აი რაღაცა არ ვიცი გადმონაშთი მართლაც სიბნელის მართლაც რაღაც იგივე ფილმებში საბჭოთა ფილმებში იყო ესეთი დათქმა რომ თუ იქნებოდა მღვდელი ის უნდა ყოფილიყო რაღაცა ფულზე დახარბებული და ასე შემდეგ და დღესაც ბევრი ამბობს ამას რომ აი რაღაცა რატომ უნდა აიღებდეს ფულს და ხშირად მithქვამს რომ მათ არ აქვთ ხელფასი და შემოსავალი და მათი შემოსავალი არის შესაწირი რასაც აკეთებს ადამიანი და თუ კი ყველგან სადაც მიდიხარ იხდი ფულს ექიმთან მიდიხარ ადამიანთან ქორწილში მიგაქვს საჩუქარი მიდიხარ დაბადების დღეზე მიგაქვს საჩუქარი მაშინ რატო გენანება მე არ ვამბობ აქ რაღაცა თქოთ გარკვეულ ზოგიერთ ეკლესიაში რო არის განსაზღვრულ ხარჯებზე იგივე ბერძნულ იგივე რუსულ ეკლესიებში არის პირდაპირ წერია რა აღებს განფასება ხდება აი ეს არ ჩემთვის არც ცუდი არც კარგი ეს არის მოცემულობა რომელსაც ანიღებ ან არა იმიტომ რომ როგორც წესი რაღაცა შესაწირი არის ასე ვთქვათ ჩემთვის არის კარგი პირველ რიგში და მერე უკვე იმისთვის ვისაც ამას უკეთებ და პირველ რიგში ეს მინდა აი ამ ფულთან დაკავშირებით რომ არის ეს ლაპარაკი რომ არ უნდა კონდეს მოძღვარს მობილური ძვირფასი ან ჯიპებზე ხო გახდა ჯიპი გახდა სალაპარაკო რომ აი ჯიპები და ამ დროს გაყიდე და მე დაურიგე იმას გაჭირვებულებს ამას ვამბობთ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება მათხოვარს გულგრილად ჩაუვლით ხოლმე, ხო? და ან ადამიანს გაჭირვებულს ვერ ვეხმარებით, იმიტომ რომ გონია რომ იმდენი არ გვაქვს და აი ვითხოვთ ამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც განსაკუთრებულ მსახურებაში არიან ნამდვილად და დიდი მოწიწება მე პირადად ვიტყოდი გმართებს მსახურებისადმი და მათი შესამოსელისადმი და მათი სტატუსისადმი ვინც არ უნდა იყოს გვარი და სახელი იქ იმიტომ რომ ეს ადამიანი ღვთის მსახურებაშია და იმ ღვთის იესო ქრისტესი რომელიც ყველაზე მეტია და ყველაზე ძვირფასია პირადად ჩემთვის და ალბათ ყველა ქრისტიანისთვის მაგრამ აი რა სიტყოდით ამაზე ამ ფულ პირველ რიგში ეს ფულთან დაკავშირებით მინდა რომ დიახ ახსნათ რაც შეეხება სასულიერო პირების მატერიალურ უზრუნველყოფას, ეს სხვათა შორის ეკლესიაში ოდითგანვე იყო განსაზღვრული, რასაც ხოლმე ყურადღება არ ექცევა. აი იგივე საქმე მოციქულთაში პირველ თავებში არის აღწერილი, რომ პირველი თაობის ქრისტიანები, ვინც პირველი მოქცეული იყო მოციქულთა ქადაგებით, შეძლებული ქრისტიანები, ვინც იყვნენ ოჯახებიდან, ყველას თავისი რაღაცა ქონება მოქონდა და მოციქულებთან ამას ალაგებდნენ. ანუ რაღაც საერთო ფონდი შექმნეს ეს რო ვთქვათ, რომელსაც მე მოციქულები და მათი დამხმარე ასე ვთქვათ, მოწაფეები ამას საჭიროების მიხედვით ანაწილებდნენ პირველში სწორედ ამ სოციალურ საქმიანობაზე, რომ ვინც გაჭირვებული იყო, უჭირდა იმასაც ეხმარებოდნენ და თვითონ მოციქულებიც სარგებლობდნენ ამ შემოსავლით, იმიტომ ისინი დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, ქადაგებდნენ და ბუნებრივია, რომ ესეთ მისიონერ მოღვაწეობას თავის ერთგვარი მატერიალური რესურსი სჭირდება, რის გარშეც უბრალოდ შეუძლებელია, რომ რამე ეს საქმე ადამიანმა განახორციელოს. მაგრამ საიდან მოდის მაინც ეს არასწორი დამოკიდებულება? ამას კი აქაც შეიძლება ითქვას, რომ აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც, მაგრამ უფრო მეტად არის აქ უფრო სუბიექტური მიდგომა. ობიექტური შეიძლება კონდეს ჩვენი მხრიდანაც რას, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ფონი შეიქმნას, რომ როცა ადამიანთა გარკვეული მასა მართლაც შეიძლება რაღაც სიდუხჭირეშია, რაღაც მატერიალურად გაჭირვებაშია და შეიძლება აი სასულიერო პირის მხრიდან დემონსტრირება კონდეს მის ძვირფას ნივთს. ხდება ადამიანურად მას ესეთი რაღაცა შეეშალოს, ან კარგი ტელეფონი ამოიღოს უცებ ისეთ წრეში, ან მართლაც რაღაც ისეთი მოდელის მანქანით გაიაროს. ამაზე არ არის საუბარი, რომ რამაგულად შეიძლება დემონსტრირება მოახდინოს არასწორ ადგილას. თავისი ასე თქვათ, პატიოსანი გზით მოპოვებული ქონების და ამან ერთგვარი გაღეზიანება გამოიწვიოს. და ბუნებრივი ხა სასულიერო პირების მიმართ ჩვენ როგორც ყველაფერში მეტი მოთხოვნა გვაქვს და მეტი პრეტენზია რომ ის ესე რატო აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ როგორა. რაც შეეხება მსახურებებში ფულის აღებას. ერთის მხრივ მაცხოვარი რა თქმა უნდა სახარებაში პირდაპირ ამბობს, რომ უსასყიდლოდ მიგიღებიეს, ანუ სამღვდელო ხარისხი და ეს მოვალეობები, რაც არის სამღვდელმოქმედების და უსასყიდლოდ გასცემდით. ანუ პირდაპირ ამითითება, რომ შენ სამღვდელო საქმიანობის აღსრულებაში ადამიანებისაგან ფულით არ ივაჭრო. ანუ რა იგულისხმება? ის კი არა რომ ვიღაცამ არ შეიძლება რომ ფული შექციროს ამ საქმეში.
შენ თვითონ სავაჭრო საქმეთ ნუ გახდი, ანუ მხოლოდ ის იმას ნუ მონათლო, ვინც ფულს მოგცემს და ვინც ფულს ვერ გიხდის, ის თქვა რომ არ მონათლო. ან ჯვარი მხოლოდ იმას დაწერო, ვინც ფულს გადაგიხდის და თქვა არ დაწერო, ვინც არ გადაგიხდის. ან აზიარო, ან ახსერება ჩაიბარო იმ ადამიანისგან, ვინც გადაგიხდის. აი ეს არის უკვე საშინელი ცოდვა, ეს არის სიმონია, როცა პირდაპირ სავაჭრო საგნად აქცევს სასულიერო პირი ამ ღვთაემოქმედების, აი ამ ქმედებებს, რაც მისი მოვალეობაა, მაგრამ ის რომ თქვათ მეორე მხრივ შეიძლება ეს მრევლში არსებობდეს შეგნება, რომ ზოგადად ეკლესიას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქ რამე განსაზღვრული პრეისკურანტი არ შეიძლება არსებობდეს, რომ შეიძლება გარკვეული შესაწირი გაიღოს, რაც ისევ ამ სასულიერო პირებს თავისი, ასე ვთქვათ, მისიონერული საქმიანობის განხორციელებისათვის ჭირდება, რომ მას ამის გამო დაბრკოლება არ შეექმნეს ისევ ადამიანების სახურებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არანაირ დაბრკოლებას არ უნდა იწვევდეს. რაც შეეხება ჯიპებზე საუბარს, ასე შემდეგ, ჯერ ერთი მიფიქრობ, რომ შეიძლება საერთოდ ჯიპი არ იყოს და სხვა მოდელის მანქანა იყოს, მაგრამ სამჯერ ძვირი ვიდრე ჯიპია. და რაღაცა მაინც და მაინც ამ ჯიპებზე მახვილდება ყურადღება, ხო? და იქიდანაც ჩანს, რომ ეს ჯიპი უბრალოდ საბაბია კრიტიკის, იმიტომ რომ ბევრი სასულიერო პირი ვიცი, რომელიც ძალიან შელახული მანქანით გადაადგილდება. განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისშიც, მარტო რეგიონებშია, თბილისშიც არის ბევრი სასულიერო პირი, რომელიც ძალიან შელახული მანქანით გადაადგილდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ამის გამო ძალიან დიდი პატივით სარგებლობენ. თუ მაინც და მაინც ჯიპები გახდა პრობლემა, რომ იმიტომ არც ემეთი ხოს პატივს სასულიერო პირებს, რომ ჯიპით გადაადგილდება. ისე რომ აი ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ის მხარე აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ღვთელმა სავაჭრო საგნად აქციოს თავისი სამღვდელო საქმიანობა, და მეორე მხრივ ეს ოდითგან ეკლესიაში დადგენილი იყო ჯერ კიდევ მოციქულთა დროს, რაც მე ვთქვი. მეათედი ხო იყო ჯერ კიდევ. მეათედიც არსებობდა ჯერ ძველი აღთქმიდან და ეს ტრადიციულად ქრისტიანებში მოდიოდ. ვის რა საშუალებაც ჰქონდა, ეს მიქონდა საეკლესიო ფონდში, ესე რომ ვთქვათ, შესაწირში, რაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა დანიშნულებით ნაწილდებოდა. და უფრო მეტიც მოციქული პირდაპირ წერს პავლე მოციქული თავის რამოდენიმე სხვადასხვა ეპისტოლეში, რომ ჯერ მაცხოვრებლებს მუშაკი ღირსია თავისი სასყიდლის. და პავლე მოციქული სამ მოძღვრებას ავრცელებს, რომ ის რომ შეიძლება მრევლი თავის მოძღვარს დაეხმაროს მატერიალურად, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. არც ღვთელმა არ დააბრკოლოს ამაზეო, ამასაც ამბობს პავლე მოციქული, რომ ღვთელმა ეს უცნაურად არ მიიჩნიოს, მიიღოს თავმდაბლობით და მადლიერებით და მრევლიც არ უნდა დააბრკოლდეს ამაზე, თუ თქვათ რაღაც გარკვეულ მატერიალურ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. იცით როგორ აქვს ალბათონო მარინა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მით უმეტეს საქართველოში ეხლა რუსეთში, საბერძნეთში ცოტა სხვანაირად არის გადალაგებული სიტუაცია, უკვე სტრუქტურულად ისე აწყობილი, პირდაპირ ხელფასები აქვს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სასულიერო პირებს. საქართველოში შეიძლება თქვოს პირდაპირ მრევლის შემოწირულობაზეა დამოკიდებული სასულიერო პირთა მატერიალური მდგომარეობა, თუ დამატებით ისინი რაიმე სამსახურში არ მუშაობენ, ან შეიძლება სასწავლებელში, ან შეიძლება სხვადასხვა თანამდებობა უკავია ეკლესიაში და შეიძლება დამატებით ხელფასი ჰქონდეს, ხო? ჩვეულებრივ არიან მრევლის, ასე ვთქვათ, შემოწირულობაზე მთლიანად დამოკიდებული. მაგრამ არის შემთხვევები, რომ ჩვენ ზოგჯერ ისეთ სახლებში შევსულ ვართ, ან წესის სარგებაზე, ან სახლის კურთხევაზე, ვაკი დაგვიტოვია. რის თქმა მინდა, რომ ეს თანხა მარტო ესე ვთქვათ, ღვთლის სასარგებლოდ არ მედის. არის ის შემოსული თანხა, რომელიც შეიძლება ჩემს სასარგებლოდ ვიღაცა მე მომცა. შეგვიძლია სხვა რაღაცაზე მოვიხმარ ისო ადამიანის სარგებლობისათვის, ისე რომ ეს დაბრკოლების საგანი არანაირად არ უნდა გახდეს. აქვე ვიტყვი, მამა, არ შემიძლია ვთქვა, მე მამა გარდაცვლილი მყავს უკვე მოხუცებულობაში ძალიან დაუძლოვდა და ის დადიოდა მამა გიორგი ყიფშიძე და მამა ზურაბ ჭედლიშვილი, ეს კვირიკე და ივლიტას ტაძარში და მათ ყველა პენსიონერს უბანში, ვინც კი დადიოდა, დაუნიშნეს რაღაც თანხა, აცლებდნენ 2 დღეში ერთხელ პურს და თვეში ერთხელ ერთ ბოთლს ეცდა. მამა, რომელიც იყო საკმაოდ მანამდე რაღაც ისეთი ადამიანი, რომელსაც შემოსავალიც ჰქონდა, ასე თუ ისე რაღაცა ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო, ისეთი ბედნიერი იყო იმ შემოწირულობისგან, რასაც იღებდა ტაძარში, აი ეს არასდროს არ დამოვიზდება მისი სიხარული იმ რაღაცა მცირე თანხას რო აძლევდნენ და პური, რომელიც 2 დღეში ერთხელ აძლევდნენ ყველა პენსიონერს განურჩევლად, აი ვინც არ უნდა ყოფილიყო და ყველა მოხუც ასევე ზეცდა. მე მინდა ასე ბევრი მოძღვარი იქცევა, ბევრი ტაძარი. უბრალოდ არ ყვირიან და ეხლა და ტელევიზიები არ დაყავთ თან და ამის პიარ აქციები არ ტარდება. იგივე
მოხუცთა სახლებში, იგივე ჰოსპისი, ფერიცვალების მონასტერში, იგივე თქვათ ეს რო აჭმევენ მამა ალექსანდრე გალდავასთან არა, უამრავი ესეთი ვერც კი ჩამოვთვლით. უამრავია, მაგრამ ამაზე ხო არავინ არ საუბრობს, რომ ეს თანხა საიდან მოდის? შემოწირულობიდან, ხო? როგორ აი ეს მრევლი ვინც წირავს რაღაც დიდ თანხას და ღმერთმა შეუწიროს, ხო? იმისგან მე ესე ნაწილდება და ის სიხარული მე არასდროს დამავიწყდება და მადლიერი ვარ ნებისმიერი მოძღვრის და ადამიანის, რომელიც თუნდაც მოიხსენიებს ლოცვაში ჩემი ოჯახის წევრს თუ მე თუ ნებისმიერ ადამიანს და სამწუხაროდ ესეთი გაგება არ არის, იმიტომ რომ არ შეხებიან ამას თვითონ და დიახ. და მე მინდა კურთხევაზე ვისაუბროთ, მამაო. აი ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანი რაღაცა აიფარება ამ კურთხევას თუ აიფარებს და ამბობს, რომ აი მაკურთხეს, რომ ესე უნდა მოვიქცე და ხშირ შემთხვევაში ეს არის მისი სურვილი, უბრალოდ ეს სურვილი გაუზიარა მოძღვარს და მოძღვარმა დალოცა, რაც ნიშნავს, რომ როგორც აი მშობელი ლოცავს შვილს ხშირ შემთხვევაში დალოცა და მას გონია, რომ უკვე ეს არის მისი ვალდებულება და აუცილებლად უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ ეს მისი სურვილი გაიგივა კურთხევასთან. არ ვიცი, ასეა თუ არა, იქნებ ამაზე ვისაუბროთ, რა არის კურთხევა და კურთხევის შესრულება ზოგადად. ძალიან ესე ვთქვათ, გრძნობიარე საკითხია, იმიტომ რომ ესეც სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისაგან ხდება. ჩვენ თვითონ სასულიერო პირების მხრიდანაც, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ახლა როგორც მღვდელი ვალდებული ვარ, ეს როგორც არის მამებთან გაშლილი, ჩვენ ესე წარმოვაჩინოთ, შეძლების დაგვარად გასაგებ ენაზე შევეცდები ეს წარმოვაჩინო. თვითონ კურთხევა, როგორც ასეთი ეკლესიაში, ეს არის დალოცვა პირდაპირ გაგებით და არა ბრძანების გაცემა, რასაც უნდა ხაზი გაესვას კატეგორიულად. სამწუხაროდ ჩვენ კურთხევას ესეთ შეფასებას ვაძლევთ, რომ მივიღეთ ბრძანება, რომლის შესრულება არის აუცილებელი. შეგვიძლია, არ შეგვიძლია, გვაქვს სურვილი, არ გვაქვს სურვილი, ეს უნდა შესრულდეს. და როგორი ის ჩამოყალიბდა ჩვენთან ხედვა და სტერეოტიპი, რომ კურთხევის არ შესრულება ავტომატურ სასჯელს მოიწევს ადამიანს. ეს არის ყოვლად მიუღებელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის, მართლმადიდებლური აზროვნებისათვის. აქაც ჩვენ უნდა ავიღოთ მაგალითი მაცხოვრისგან, მოციქულებისგან. სახარებაში ერთ ადგილსაც ვერ ვნახავთ, რომ მაცხვარი ვიღაცას ბრძანების კილოთი ელაპარაკება. ან შანტაჟის ენით, ან დაშინების ენით და ამით ცდილობს ადამიანები თითქოს გადმოიბიროს ან თავის გზაზე დააყენოს. მაცხვარმა თავისუფლება იქადაგა, თავისუფალი არჩევანი იქადაგა. და რას თავარია, ღმერთმა თვითონ ჩადო ადამიანში თავისუფალი არჩევანის თვისება. ანუ ღმერთი, რომელიც ყოვლის შემძლეა და მართლაც თუ მისი ნება იქნა, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანის ამ ოთხში მოახვედროს, ან საერთოდ დაცემას არ დაუშვებდა რაღაცა, ადამიანში ამ თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ ჩადებდა. რა თქმა უნდა. ანუ ღმერთმა იმიტომ ჩადო ადამიანში თავისუფალი არჩევანის საშუალება, რომ იგივე მის ცხონებაში მასაც გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს ჭყალებში ადამიანს, ხო, რომ ეს მიყოს მისი არჩევანი. ანუ ნახეთ, ღმერთმა როგორ ბრძნულად განაგო, რომ ის კი არა მარიონეტივით ხელი დაულო ადამიანს და სამოთხეში დასვა. მას დააკისრა ეს პასუხისგებლობა, რომ ერთგვარად მისი დამსახურებაც იყოს, თუნდაც სურვილის მიერი, რომ მან ეს გზა ირჩია, ანუ ღმერთისაკენ მიმოვალი და არა მისი საპირისპირო. აქედან გამომდინარე, აი ეს კურთხევების თემა ძალიან ცუდად არის, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ არის ადამიანი, რომელიც თავისი ინიციატივით თვითონ რაღაცის სურვილი აქვს, ან რაღაცა ილოცოს ზედმეტად, ან რაღაცა საქმე გააკეთოს. მიდის მოძღვართან და სთხოვს, რომ აი იქნებ ამაზე ლოცვა კურთხევა აიღოს. მღვდელი თქვა თუ მოიწონებს და ვერაფერს ვერ ხედავს იმაში, ან ოზნეოს, ან მისი სულისათვის აზიანოს, მიმიციამ ეს კურთხევა, რომ კი გააკეთე ეს საქმე. და მე ესეა, რომ მას თუ რამე წინაღობა ხდება, ან ოჯახის წევრებისაგან, ან სხვა ადამიანებისაგან. იმას კი არ ამბობს ეს ადამიანი, რომ თქვა ეს მისი სურვილი იყო და ასე შემდეგ, რომ მღვდელმა აკურთხა და მას უნდა არ უნდა, ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რისხვის ქვეშ იქნება. აი ესე ძალიან არასწორია, რომ კურთხევა თუ დაარღვია, რომ თითქოს ღვთის რისხვა მოიწევა. ესე არ არის. საქმე რაშია, რომ აი რატო აუცილებელი მოძღვრის კურთხევის შესრულება? აუცილებელი არის, მაგრამ რატო? ჯერ ერთი მოძღვარს ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ რატო ეს არის მკურნალი ადამიანი, სულიერი მკურნალი, მოდი ესე ვთქვათ. და ჩვენ ასე ვთქვათ, ვანდოთ მას ჩვენ სულიერ ცხოვრებას. აი ეს მორჩილება და კურთხევა ერთგვარად კავშირში ერთმანეთთან, მე მინდა აი მორჩილების თემაზეც გავამახვილო ყურადღება. პავლე მოციქული, უფრო სწორედ იოანე ღვთისმეტყველი თავის მესამე ეპისტოლეში ირიბათ, მაგრამ იქ განმარტებებში კარგად არის გადმოცემული, რომ ხას უსვავს რას, რომ მორჩილება საკუთრივ პირდაპირ გაგებით გმართვის ღმერთის მიმართ და არა ადამიანების მიმართ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ჩვენს მოძღვარს ან მონასტერში თქვას თავის წინამძღვარს, ესა თუ ის მონასტრის საძმოს წევრი მონაზონი აბსოლუტურად ემორჩილებოდა, ეს რას ნიშნავდა, რომ ემორჩილებოდა არა პიროვნებას, ან მიჩნევდა, რომ ის მონასტრის წინამძღვარი არის სულიერად იმდენად მომწიფებული ადამიანი, განვითარებული, რომ მის მიერ გაცემული კურთხევა ეს არის სამღვთო და შესაბამისად ჩვენ როცა ამ კურთხევას ვემორჩილებით, ღმერთის ნებას აღვასრულებთ და არა რომელიმე პიროვნების ბოდიშემ სიტყვაზე და ახირებას ან მის რაღაცა ეგოისტურ სურვილებს. აი ეს უნდა გვესმოდეს, რომ მორჩილება და კურთხევა რასთან გვმართებს და ჩვენ როცა მოძღვრის კურთხევას ვასრულებთ და ვცდილობთ რომ შევასრულოთ, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთის ნებას აღვასრულებთ და ღმერთის ნება რა არის? ჩვენი სულის გადარჩენა. ეს იგი საბოლოო ჯამში ჩვენი თავების სასარგებლოა ეს, როცა მოძღვრის მიერ მოცემული რჩება დარიგებას, ჩვენ ასე თქვა დავემორჩილებით და შევასრულებთ. შეიძლება იმ წუთას ჩვენი აზროვნება, ჩვენი ლოგიკა ვერ წოდება შინაარს თუ რატო უნდა გავაკეთო ეს. და საწყის ეტაპზე ბუნებრივიც არის, როცა ადამიანი პირველად იწყებს ეკლესიაში სიარულს, მას ყველაფრის ბოლომდე გააზრების უნარი არ აქვს. და შეიძლება თქვა ბრმად ვენდობით, ბრწყალებში ვთქვათ, მოძღვარს. ვენდობით იმის გამო, რომ ჩვენ მის კომპეტენციას ვენდობით. ეს იგივეა, როცა ახლა ვთქვათ, ფსიქოთერაპევტთან მიდის ადამიანი, ან ექიმთან მიდის. ჩვენ ბოლომში ვერ ჩავწოდეთ ვერც დიაგნოზის აზრს, ვერც მის მიერ დანიშნულ მკურნალობას, მაგრამ ჩვენ მის კომპეტენციას ვენდობით. ჩვენ ვენდობით, რომ ის ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს, გამოგვაჯამრთელებს. მაგრამ ეს ჩვენ არ გვიკრძალავს თავისუფალი აზროვნების და შეფასების უნარს. მე თუ ობიექტურად მივხვდები, რომ იგივე ექიმის მიერ დანიშნული რაღაცა მკურნალობის მეთოდი, ამ ფსიქოთერაპევტის რჩევები საზიანოა და არ არის ბოლომდე მორალური, ან სხვა მხრივ საზიანოა, რა თქმა უნდა, სრული უფლება მაქვს, რომ ბრმად აღარ ვენდო და ეს აღარ განვახორციელო. იგივე მოძღვართან მიმართებით, თუ კი ეს რაღაცა კურთხევა ჩვენთვის დამამძიმებელია, ან ჩემს ძალებს აღემატება, ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი ეს უნდა შესრულდეს. შენ ჯობია მოძღვარს დაელაპარაკო, თქვა, რომ მე უბრალოდ ჩემს ძალებს ეს აღემატება. ან რის თქმა უნდა, საბოლოოდ ლოცვა კურთხევა ეს არის რჩევა დარიგება, რომელიც შენი სულის სასარგებლოდ არის გაცემული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის შენი სურვილით გამოთხოვილი როცვა კურთხევა რაღაც საქმეზე, რასაც მოძღვრის ინიციატივა არაფერ შუაშია და შეიძლება მოძღვრის ინიციატივა იყოს ან ლოცვითი კანონი, ან სხვა რაღაცა რჩევა, რაც ისევ შენი სულის სასარგებლოდ არის, ასე ვთქვათ, გაცემული. აი, ერთ-ერთი თანამედროვე მისიონერი სასულიერო პირი იყო რუსეთში, ალექსანდრე მენი, რომელიც 90 წელს მოკლეს. მას ერთი ესეთი საინტერესო ფრაზა აქვს, რომ ღმერთმა ადამიანებიო თავისუფალი არჩევანის უნარით დასაჯეო. და ბრწყალებში ამოდის დასჯასრა, რომ ადამიანებს ეს არ უნდათ. ურჩევნიათ ღვთის კესერზე ჩამოიკიდონო. ანუ რა იგულისხმება ამაში, რომ აი არის ესეთი შემთხვევა, რომ თქვა ადამიანი ახსარებაში რაღაცას ამბობს. ნუ თქვა შეიძლება აი Facebook-ზე ვიღაცა ბიჭის ან გოგოს სურათს ათვალიერებს, რომელიც შეიძლება სხვისი ქმარი ან სხვისი ცოლი, ან რომელთანაც უბრალოდ ვერ ექნება ურთიერთობა და ამით თავს იტვირთავს. ყოფილა შემთხვევა მithქვამს, რომ აი მარხვის პერიოდია რაღაცა, მოდი ცოტა ხანი გავუქმნეს Facebook-ი, რო გეცოდინება აღარ გაქვს, აღარ შეხვალ საერთოდ, თორე რო გაქვს, ვერ ითმენ და მაინც ამით თავს ასე ვთქვათ იტვირთავს ზედმეტად. ესე ურჩიე. გავიდა ორი კვირა ადამიანი მოდის, საუბრობთ კიდე ამბობს, რომ ეს ვერ გავაკეთებონები რატო და ცოტა იყოს მე დამადანაშეულა, რომ აი შენ რომ კაცრად არ მითხარი, ჯვარი არ დამსახი, არ მაკურთხე, აი მოდი ესე გააკეთე, რომ ეს შევასრულო. რა თქმა უნდა მე მისი სურვილი შევასრულე, წუთას ახლა მას ესე სურდა, მაგრამ აი იქაც გამოვლენდა ადამიანის, ახლა თვითონ კი არის სურვა ადამიანს, რომ თავისი ნებით იტვირთოს ეს ღვაწლი. აი რაღაცა დამშინებლობა უნდა, რომ აი ღვთელმა დასახა, ეს მისი ნება კი არ არის სინამდვილეში, მაგრამ აი ღვთელმა ჯვარი გადასახა და მას სხვა გზა არ აქვს, ეს უნდა გააკეთოს. და ამ დროს ისე თქმა მინდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა, იმიტომ რომ აბა შენი პირადი დამსახურება რაღაც შევლინდება. მე თუ შენ დაგაშენე ჩემი ჯვრის გადასახვით, ჩემი კურთხევებით, რომ თუ ამას არ შეასრულო, შენ შეიძლება სასჯელის ქვეშ ჩავარდე. აქ უკვე არა ჯანსაღ ქრისტიანობასთან და არა ჯანსაღ სულიერ განვითარებასთან გვაქვს საქმე. ესე იგი ადამიანი უარს ამბობს, თვითონ იყოს ამაში მონაწილეობა. აი აქვე მიმდგა ის შიშზეც გავამახვილო ყურადღება, ეს აი შიშები, კურთხევების შესრულები, არ შესრულების ან არა საიდან მოდის. არასწორი ინტერპრეტაცია ხდება იგივე ბიბლიიდან, აი თუ არ ვცდები სოლომონი ამბობს თავის იგავებში, რომ სიბრძნის დასაწყისი არის შიში უფლისა. და აი ამ შიში პირდაპირ შიშია ხოლმე ჩადებული, რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს და რატო რომ ჩვენ თუ რამეს არასწორს გავაკეთებთ, ჩვენზე რისხვა მოიწევა. და ხშირად გვიყვარს ძველი აღთქმიდან აი ესეთი მაგალითების მოყვანა. Თქვათ, სოდომი და გომორი როგორ დაიღუპა,
ან დათანი დაბირონი და ისინი თქვა მიწამპირი გახსნა და ისინი ჩაყლაპა. ერთი ძველი აღთქმა უნდა განვასხვაოთ, მაშინ ეს ღმერთისაგან დაშვებული იყო, იმიტომ რომ ადამიანების სული წმინდის მადლით არ იყვნენ გამდიდრებულები და ეს გარეგნული დასჯის ფორმა იყო აუცილებელი, რომ შიშის ქვეშ ყოფილიყო ხალხი და შიშით არ გაეკეთებინა ცუდი. იმიტომ რომ კბილის წილ თვალის წინ პირდაპირ ეს დაშვებული იყო. ახალ აღთქმაში ეს მორალი შეიცვალა. ყველაფერი დაექვემდებარა სულიერ მორალს და სამართო სიყვარულს. აქედან გამომდინარე, მამები როგორ განმარტავენ შიში უფლისა და დასაწყისი სიბრძნისა რას ნიშნავს? რომ მე უნდა მეშინოდეს ღმერთის დაკარგვის, რომელიც არის სიბრძნის წყარო. აი და ამას განაპირობებს სიყვარული. ანუ მე არ მინდა ჩემი საყვარელი ობიექტი დავკარგო, იმიტომ ამის დაკარგვის ფასად მე სხვა სატანჯელში აღმოჩნდები. ანუ თვითონ იმის კი არ უნდა მეშინოდეს, რომ ის მე რაღაცას დავმართებს. პირიქით მე მოწყდები იმ წყაროს, რომელშიც მე სიყვარულში და ნეტარებაში ვიქნები, სიბრძნეში ვიქნები წარმატებული და შიში უფლის, ანუ მისი დაკარგვის, აი ჯვრისწერის დროსაც არის ხოლმე ესეთი ეპისტოლე პავლე მოციქულის ეკითხება, რომ ბოლოს ესე ამთავრებს ხდელი, რომ ხოლო ცოლ-სამას რათა ეშინოდეს ქმრისა. და ხოლმე ვატყობ, რომ იღიმეებიან ხოლმე პატარძლები პირდაპირ ესმით. აქ ეს ფობია, სიტყვა ფობისტი არის გამოყენებული და ამას აქვს სხვადასხვა გვარი განმარტება. ერთი პირდაპირ გაგების შიში და ფობიებს ჩვენ ვუწოდებთ სხვადასხვა რამეს, მაგრამ მეორე იგულისხმება არა pirდაპირ გაგების შიში, არამედ სიყვარულით გამოწვეული, ასე თქვათ, კრძალვა, რომ შენ არ გინდა შენ საყვარელ ადამიანს გაუკეთო ესეთი რამე, რაც მას გულს ადგენს. აი ეს იგულისხმება რომ თქვათ, ხოლო ცოლ-სამას რათა ეშინოდეს ქმრისა, რომ შენ ქმარს გული არ ატკინო. ანუ აი ამის გეშინია და არა ისა ქმრისა, რომ იმა ხელი არ აწიოს, რაღაც უბედურება არ დაგმართოს. ცოტა გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ეს კავშირში ამ ლოცვა კურთხევებთან, რომ აი ესეთი შიშით დამოკიდებულება და ესეთი სტატუსის მინიჭება ლოცვა კურთხევის მიმართ, ეს არ არის ჯანსაღი და არ არის სწორი. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი სულის, ასე თქვათ, სასარგებლოდ და ამიტომ მისი გათვალისწინება სავალდებულო. მამავაი თავისუფლებაზე მეც მინდა ვთქვა, რომ რეალურად თავისუფლება ყველაზე დიდი ნიჭი რა ჩვენ გვაქვს, ყველაზე დიდი წყალობა და თითქოს ღმერთიც არ ერევა ჩვენს არჩევანში, საერთოდ არანაირი ძალადობრივი არაფერი არ არის. ადამიანს არის მაცხოვარი, ჩამოვიდა დედამიწაზე, ჯვარს ეცვა, დაგვიტოვა ეკლესია და მე როგორ ვიცხოვრებ, მას ავირჩევ თუ არა. ეს არის აბსოლუტურად ადამიანის გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ეს გონიათ მონობა, აი ეს და თქოთ ის რაღაცა ჩემჭკუაზე სიარული, ნარკოტიკი, თავდაყირა დგომა კი თავისუფლება. აი ეს არის სწორედ თავისუფლების ის არასწორი გაგება, რომ მე თუ რაღაცას იძულებული მხდის, ის ნარკოტიკია თუ რაღაცა თავის ჭკუაზე მარბენინებს. მე იქ სრულიად დაკარგული მაქვს პიროვნული არჩევანის უფლება. მონობაა და აქ კიდე სრული თავისუფლებაა. უბრალოდ ამას ჩაწვდომა უნდა, ალბათ სულიერი თვალი უნდა, იმიტომ რომ აი იმდენად დიდი განსვლა არის ესეთ აზროვნებაში, თქვათ, ჩემი აზრით, იგივე თავისუფლების გაგება. ამიტომ აუცილებლად უნდა ალბათ იკითხოს ადამიანმა, რას გულისხმობს ამ თავისუფლებაში, იმიტომ რომ აი ეს თავისუფლება, რაც მე თუ მორჩილებას ვირჩევ, ეს არის უდიდესი თავისუფლება და მე თუ თავისუფლებას მაძალებ, რაღაც შენებურ თავისუფლებას, ეს არის მონობა. აი ძალიან დიდი განსხვავება ამაში. ადამიანმა უნდა აირჩიოს და ამ გამახსენდა თქვენ რომ საუბრობდით იოანე ოქროპირთან არის ესეთი, რომ თითქოს კითხვა იყო ესეთი, რომ რატოა ღმერთი დაუნდობელი, რომ აი ვიღაცები ჯოჯოხეთში რატო ხვდებიანო და ესეთი პასუხი იყო, რომ აი ძალიან ტალახიანი რო იყო და ჭუჭყიანი და მოწუკიანი და ცუდად გამოიყურებოდა, უცბად რომ რაღაც უხილავმა ხელმა თეთრ ქორწილში ჩაქსვას, სადაც ყველა სურნელოვანია, როგორ იგრძნობ თავსო. დისკომფორტი გექნება უფრო მეტად. ბევრად უფრო გირჩევნიაო, რომ იმ ტალახში იყო, ასეთი პასუხი იყო და სწორედ ამიტომ რომ ის ბოლო ღმერთი იმდენად მოწყალია, რომ იმდენად არ არის ადეკვატური, აი თუ არ გაიწმინდავს ადამიანი, თუ არ ეცდება, თორე მე მესმის რომ შეუძლებელია კაცისთვის, შესაძლებელი უფლისთვის, შეუძლებელია იმ ხანდახან ჩაუღრმავდე იმდენი ჩვენი კოლექტიური არაცნობიერი კაცი ჭამიობის მატარებელიც კი არის და ყველანაირი ცოდვისაც კი არსებობს. აბსოლუტურად ყველაფერია. პოტენციურად ეს ჩვენი უბრალოდ ჩვენ გვაქვს 2000 წლოვანი უღალატობის გამოცდილება.
ჩვენ ქართველებს ქრისტეს უღალატობის ეს არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი საყრდენი და ფუნდამენტი მე ესე მგონია ჩვენთვის და აუცილებლად მინდა კითხოთ მცნებებზე აი მცნებების შესრულებას აქაც სულ თავისებური ინტერპრეტაცია ხდება ვთქვათ იგივე ქურდობა იქნება, მრუშობა იქნება თუ რაც არის ცილის წამება და ზოგჯერ ეს მცნებები თითქოს არის ცალკე შეკიდული სივრცეში არსებობს. ზეპირად ვიცით, 10-ვე მცნებას ვიტყვით, მაგრამ აი ცხოვრებაში მე რომ ამას ვაკეთებ, ამას ვერ გრძნობ და ვერ ხვდები. იგივე ცილის წამება, იგივე შური, სხვისი ცოლი რომ მომწონს, სხვისი მანქანა, სხვისი თან ისე მომწონს, რომ ნეტა იმას არ ქონდეს და მე მქონდეს. და ეს არის ხო შური, როდესაც გწყინს ხვის სიხარული და აი როგორ უნდა ვესაუბროთ რომ ადამიანმა გაიშინაგნოს, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან დიდი ტრამვირებულები მოდიან ეკლესიაში ხშირ შემთხვევაში, ბევრი ჭრილობით, აი დაჭრილი ადამიანები წარმოიდგინეთ, როგორც ექიმთან მედის, ომის მერე დაჭრილი, ისე მოდის ტაძარშიც და ზოგჯერ ძალიან რთული ხდება მათთან კონტაქტი და მე მესმის რამ ალბათ რომ არა ის მადლი, რომელსაც ატარებ და წყალობა უფლისა, ძალიან რთული იქნებოდა ამასთან გამკლავება. დიახ, რა არის ისეთ ბატონო მარინა, ჩვენ რა თქმა უნდა მოცემული გვაქვს რჯული მცნებები, რომ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, ანუ რა მცნებების დაცვა განაპირობებს მის ნამდვილ ქრისტიანობას, მის სულიერ აღორძინებას და მის განვითარებას გამრთობის გზაზე, რასაც უნდა ადამიანმა მიაღწიოს, მაგრამ მართლაც არიან ადამიანები ისეთი მძიმე ცხოვრებიდან, ისეთი აზროვნებიდან მოდიან ეკლესიაში, რომ მათ პირდაპირ რჯულზე, მოვალეობებზე ვერ დაუწყებ ლაპარაკს. ეს ერთი. და რაც ყველაზე მთავარია, მოკლე შეფასება რო გავაკეთოთ, ახლა ყველა მცნებაზე ჩვენ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, რა დანიშნულების მატარებელია, რატო აუცილებელი, ამაზე მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია ისევ შენივე სულიერი განვითარებისათვის, რომ ღმერთს მიემსგავსო. ეს არის ჩვენი მოწოდება. ღმერთმა ესეთი ამ მოწოდებისთვის შექმნა ადამიანი, ხატა და მსგავსად გვეწერია ბიბლიაში, ხო? და მსგავსება ღმერთისადმი ხდება სწორედ ამ ცნებათა დაცვით და ამ სულიერი სრულყოფით. მაგრამ საბოლოო ჯამში იცით რა არის, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად ამებს იცავდეს. აი, რაღაც დიდ ცოდებში არ ვარდება. და შინაგანად იყოს ქრისტიანობისაგან შორს. ისე როგორც თქვა ძველი ათქმის აი ფარისევლები და მერჯულეები, აი რეალურად მაცხვარი ჯვარცმამდე მიიყვანეს თავიანთი მერჯულეობით. ეს ის ხალხი იყო, რომელსაც თითქოს არაფერი არ ეშლებოდა. და ეს ფარისევლები ხო ესეთი თქვა სექტა იყო საეკლესიო, რომელიც განცალკევებულს თვლიდა თავის ეს სიტყვა მაგას ნიშნავს, ანუ განცალკევებულს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს ესეთი კასტა, რომელთა ხელმწიფებაშია ამ ყველა მცნების შესრულება, რომელსაც სხვა ადამიანები ვერ ასრულებენ და თავის ვიღაცაზე ზემოთ აყენებდნენ. და აი აქაც პავლე მოციქული კორინთელების მიმართ მეორე ეპისტოლეში ეს ამბობს, რომ აღმასრულებელი რჯულისა სიყვარული არის და ყველა თქვენი საქმე იყოს ასე თქვა სიყვარული. ამით რის თქმა მინდა, რომ ყველა შემთხვევაში ღმერთმა ეს კარგად იცის, რომ ჩვენ სრულყოფილად ერთ-ერთ ცნებას ვერ შევასრულებთ. ეს არის მოცემულობა, ეს არის იდეალი, რასაც ადამიანი უნდა მიაღწიოს. ხომ ეს ისეთი იდეალი არა, რომელიც თქვა განუხორციელებელია, მაგრამ ამავე დროს ჩვენი სუსტი ბუნებიდან შეუძლებელია, რომ ადამიანმა დაბადებიდან გარდაცვალებამდე ისე იცხოვროს, რომ არც ერთ ცნებაში ფეხი არ წაუსდეს, ან ასე თქვა არ დაარღვიოს. ამიტომ საბოლოო ჯამში ყველა მცნების თავი რა არის? განწყობა თამდაბლობით ღმერთის წინაშე. რომ შენი თავის, ანუ საკუთარი ადამიანური სისუსტე დაინახო, რომ შენ ხარ სუსტი ადამიანი და შენ შესაბამისად ამ ცნებათა აღსრულებისათვის გჭირდება ღმერთის დახმარება. მისი შეწევნის, მისი დახმარების გარეშე შენი სუფთა ადამიანური ძალებით მათი სრულყოფილად შესრულება არის შეუძლებელი. აი ამას უნდა მიხვდეს ადამიანი. შეიძლება ითქვას ქრისტიანული ცხოვრების ალფა და ომეგა არის სწორედ აი ეს გააზრება საკუთარ თავში, საკუთარი სისუსტის, საკუთარი დაცემულობის და ის რომ შენ ამ სიმაღლეზე ასულა ღმერთის დახმარების გარეშე არ შეგიძლია. და ყველაზე მთავარი მცნება რა არის? აი ორი მცნებაა, ხო? რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულებით, გულით, გონებით, სულით, მთელი შენი არსებით და მეორე ამის მსგავს შესაძლებლობას რომ შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა დავითვისი. ეს 10 მცნება ორში ვლინდება, რომ პირველი 4 მცნება არის სწორედ ღმერთის
თაყვანისცემა, რომ შაბათი უნდა გამოყო, ერთი ღმერთის გარდა სხვას პატევი არ უნდა სცედა, მრავალღმერთიანობა არ უნდა აღიარო და ასე შემდეგ. დანარჩენ 6 მცნება ადამიანთან ურთიერთობას ეხება, უმრავლესობა ესე რომ ვთქვათ. და ერთიანდება ამ ორ ძირითად იმაში, ღმერთის სიყვარულში და მოყვასისადმი სიყვარულში. და მოყვასისადმი სიყვარულში გამახსენდა აი ებრაელთა მიმართ პავლე მოციქული ამბობს ესეთ რამეს, რომ ღმერთმა დრო მისცა ცოდვილებსაც და მალევე არ სჯის მათ. და ჩვენ ხოლმე გვაქვს ქრისტიანებს, აი ვინც მით უმეტეს თვითონ და ცნებებით ცხოვრობთ, რომ აი რატო ცოცხლობს ესეთი ადამიანი, რომელიც ქრონიკულად გარყვნილებაშია, მოთამაშია, ოჯახს ამწარებს, ან მოკლედ კრიმინალია და არ ცხოვრობს სტანდარტულად და საზოგადოებისათვის შემაწუხებელია. რატო არ მოდის მალევე მასზე სასჯელი? ან რატო არ გაყავს ღმერთს ამ ქვეყნიდან დროულად? და ესეთი საინტერესო განმარტებას იძლევა ქროპირი, რომ აქ საქმე იმაშია, რომ ხშირი შემთხვევა ყოფილა, როცა ბოროტი ადამიანისაგან კეთილი ადამიანი დაბადებულა, ან შვილი, ან შვილიშვილი. და ღმერთმა იმად გამო დაითმინა ამ ადამიანი იმტო დატოვა ცოცხალი, რომ მის შემოვლობაში ესეთი ადამიანები უნდა დაბადებულიყვნენ. და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ღმერთი ეგრევე მოსრავდა ამ ადამიანებს, ან ამოწყვეტავდა, ვინც ბოროტებაშია, ჩვენის კეთილი ხალხიც არ გვეყოლებოდა. და ამის ძალიან კარგი მაგალითია პირველი თაობის ქრისტიანები, ყველა ეს წარმართობიდან მოქცეული ხალხი იყო. თუ კი მათ მშობლებს ყველას ამოხოცავდა ღმერთი, იმიტომ რომ წარმართები იყვნენ, ჩვენ ქრისტიანები არ გვეყოლებოდა. როდესღაც მათმა შვილებმა უარი თქვეს ამ მამაპაპისეულ რჯულზე, ტრადიციებზე, რაც არ იყო სწორი და ასე თქვა ქრისტიანობისაკენ შემოტრიალდნენ. და აი ეს გაგება ჩადებული, რომ ჩვენ ამიტომაც ღმერთმა თავისი ბრძნით იცით, რომ შეიძლება ისეთი კარგი ადამიანი დაიბადოს იმ შთამომავლობაში, რომელიც ამ წინაპართა წოდებსაც გადაფარავს და სხვა ადამიანებსაც სარგებელს მოუტანს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა მოთმინებით და სიყვარულით ვიყოთ განწყობილები სხვა ადამიანების მიმართ. ესა ყველაზე დიდი მცნება შეიძლება ითქვას. ნამდვილად და მე ხშირად მიფიქრე იმაზე, რომ ადამიანი აი თქვენ ეს მეორე მცნება რაც ბრძანეთ, რომ გიყვარდეს მოყვასი როგორც თავითვისიო, ის რო კარგად გაიაზროს ადამიანმა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც სხვისთვის გინდა ის მოგივა, რაც საკუთარი თავისთვის გინდა ის უნდა გინდოდეს სხვისთვის და თურმე ყველაფერს შენი თავისთვის აკეთებ. ყველა არჩევანი არის შენთვის და ამიტომ მე შენთვის ვაკეთებ, ეს არის უკვე ტყვილი. მე თუ სიკეთეს ვაკეთებ, ჩემ თავს ვუკეთებ და თუ ბოროტებას ვაკეთებ, ამასაც ჩემ თავს ვუკეთებ. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც რაღაცა ეს ვერტიკალი და ჰორიზონტალი ჯვარია, ხო? უფლის მცნებები და მოყვასი ჰორიზონტალზე და თუ ადამიანი სწორად გაიაზრებს, საკუთარი თავისთვისაც უკეთესია. სწორედ აი ეს წესების დაცვა, წესები, მცნებები და წესები რო დავარქვათ, გვიცავს ჩვენ და აქედან გამომდინარეა მნიშვნელოვანი ამის დაცვა და არა იმიტომ რომ წესი არის რაღაც აკვიატება და ის თუ არ დავიცავი, მაშინ დავისჯები, არამედ ეს არის ნებისმიერ მე მგონი ხელსაწყოსთან მიმართებაში და სპორტშიც ფეხბურთი არ არის უწესოდ და რაგბი წესებია და როგორც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ წესების გარეშე და ეს რა თქმა უნდა ზიანს მოგვიტანს და ხშირად მithქვამს იცით ახალგაზრდისთვის რომელიც აი ნარკოტიკით ან რაღაცეთ ეს ახლა შენი რაღაც გადასახადია აი თქვა სიხარული დავკარგეო რომ იტყვის იმიტომ რომ იმდენი არასწორად მოხმარებული თავი საკუთარი თავი რაღაც მე პასუხს გაძლევს ამაზე დაავადების სახით თუ ნებისმიერი სხვა რამის სახით და ამიტომ მე ჩვენი გადაცემა ბოლოსკენ მიდის და მე მინდა რომ შევაჯამოთ ესე რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვართან ურთიერთობა და შემიძლია თუ არა მე ქრისტიანმა ვთქვა ესეთი რამ ან შეუძლია თუ არა ადამიანს რომ რაში მჭირდება მოძღვარი მე თვითონ მოუყვები ღმერთს ამის შესახებ და ბევრი ესეც იქცევა რომ მე თვითონ ვფიქრობ მივალ ეკლესიაში სანთელს დავანთებ ხატთან ვისაუბრებ და წამოვალ აი ამაზე რომ ვთქვათ დიახ ეს საკმაოდ ესეთი მოდური შეხედულებაა უღდელთან არ მისვლის ერთი მოტივით რომ მე ღმერთს ვეთქვი ჩემს ცოდვებს და მე უღდელი არ მჭირდება და მეორე არის ესეთი მორიდების საკითხი რომ სულ ერთი და იგივე ცოდვაში ვარდები და რო ვიცი ამას ეს ვერ მოვეშვები ახლა სირცხველი აღსარებაში რამდენჯერ შეიძლება ეს თქვა და ამის გამო არის რომ ადამიანი არ ეკარება მოძღვარს პირველი შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ მეტნაკლებად ლოგიკა არის იმიტომ რომ ჩვენ ყავს განდეგილი მამები დედები რომელიც
როცა გავიდა ზოგი ბავშვობიდან, ზოგი ძალიან ახალგაზრდა ასაკში უდაბნოში, მას არც ღუდელი უნახავს, არც წირველოსოზე დასწრებულა და ისე აღესრულა, მაგრამ წმინდანები არიან. ეგვიპტელი. ხო. ანუ ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ აქ შევეკითხვა გაჩნდეს, თუ არის შესაძლებელი ჯერ ერთი უნდა განუსაზღვროთ, რომ ეს სხვა მოღვაწეობაში იყო ეს ხალხი, მუდმივ ღვაწლში, მუდმივ ლოცვაში და ამით მიახლა ღმერთს. მეორე მხრივ აღსარება არ უნდა შემოვსაზღვროთ მხოლოდ ამ ფუნქციით, რომ მე ცოდვებს რაღაცას დავაგროვებ, ამას ვეტყვი ღმერთთან და ავტომატურად მეპატია. აღსარება ის თვითონ ეს პროცედურა, ეს საიდუმლო, უბრალოდ საიდუმლო არის სინანული. აღსარება არის უფრო განხორციელება პროცედურულად სინანულის შედეგის, რა შენ ამით მიხვედი. არის არა ამის ლოკალიზება არ შეიძლება მხოლოდ იმ ფუნქციით, რომ ცოდვები მეპატია ავტომატურად და მე თავისუფალი ვარ. აღსარება უფრო მეტად რა დატვირთვას ატარებს, ეს არის მკურნალობის პროცესი. ანუ ამ დროს ადამიანს ამ ხსარებელზე გადადის მადლი, რომელიც მას არა მარტო იმ ცოდვებს მიუტევებს, რომელიც მან შეინანა, არამედ აძლევს ძალას, რომ ის ცოდვები აღარ გაიმეოროს, ან ისე ადვილად აღარ ჩავარდეს იმ ცოდვებში, რაც მან უკვე მოინანია. აქედან გამომდინარე, აღსარებას უფრო მეტად მკურნალობის სტატუსი აქვს მინიჭებული და უფრო ეს დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ესეთი აქტი, რომ მე ჩამომეწერა ცოდვები და იქიდან განთავისუფლებული წამოვედი. ამით რისი თქმა მინდა, რომ რაც უფრო მძიმე ცოდვებში ადამიანი, რაც უფრო ვნებაში არის, მას უფრო მეტად ჭირდება აღსარებაზე სიარული და ხშირი კომუნიკაცია სასულიერო პირთან. ეს იგივეა, რომ ექიმთან ჩვენ როცა რაც უფრო მძიმე დაავადებით მივდივართ, მით უფრო ხანგრძლივი და ხშირი ვიზიტი გვჭირდება ექიმთან, რომ დროულად მოხდეს ამისი ლოკალიზება და აღმოფხვრა ავადმყოფობის. და შეიძლება იშვიათი გახდეს იმ შემთხვევაში, როცა დიდად არაფერი არ გვაწუხებს. ამიტომ ეს ლოგიკა, რომ რა აზრი აქვს, რომ ვიმეორებ ცოდვას, ამიტომ აღსარებაზე მივიდე სირცხვილი არ ამდენჯერ გავიმეორო, ან როცა ვიცი, რომ ბოლომდე არ მაგ გადაწყვეტილი გამოსწორება რატო ვიარო, ეს პირიქით არის ძალიან არასწორი შეხედულებები, რა თქმა უნდა. აი იყო ეგეთი მწვალებლობა, პელაგიანელობა მე-5 საუკუნეში, რომელიც დაგმო კართაგენის კრებამ. ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ სურვილია საკამარისი გადარჩენისათვის, მოძღვართან სიარული და აღსარება არ არის საჭირო. ანუ თავისთავად ენდობოდნენ. აქაც ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია არანაირი ვნებისაგან განთავისუფლება, თუ ღმერთს სამღვთო მადლი არ შეეწია ადამიანს. ამიტომ მოძღვართან კომუნიკაცია, აღსარებაზე სიარული და რაც უფრო მეტად მიჯაჭვული ხარ რაიმე ვნებაზე, აზარტული თამაში იქნება, ნარკოტიკები, თქვა, სმა და ასე შემდეგ. მით უფრო მეტი ვიზიტი გჭირდება მღვდელთან და ხშირად აღსარებაში თქმა, რომ ნელ-ნელა შენ თავს ეს ებრძოლო და ეს ასე თქვა სისუსტე გადალახო და არა პირუგო. და თუმცა მამაო არ შემიძლია არ თქვა, რომ არიან ადამიანები, ვინც ერთი შეხედვით კი არა ძალიან კეთილები, ძალიან წესიერები, პატიოსნები არიან, შრომელები არიან, მაგრამ არ ცნობენ ეკლესიას და მოძღვარს და ვთქვათ ის მათ აქვს სათქმელი, რომ ის თუ დადის და ამას აკეთებს რა მაშინ რა განსხვავება, რას აძლევს ეს ეკლესია და ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა ესეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ფართო თემა, რომლებიც თავის თავს მოიაზრებენ როგორც უცოდველებს, აი არ მაქვს ცოდვა და ხო ჩვენც ხო გვემართება ზოგჯერ აი მეს დამართიან, რომ არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ თითქოს არაფერი არ დამიშავებია, ესეც რაღაცა გარინდება ხდება, ემართება ადამიანს, აი სულიერი რაღაცა, რა ვიცი, ძილი ქვია თუ რა პარალიზება. პარალიზება ნამდვილად. და ალბათ ეს ცალკე საუბრის თემაა და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემებზე. დიდი მადლობა, მამაო. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.